აქ იდგა და დგას თბილისი, რომელიც ელოდა ტიტუშკების მერს კახი კალაძეს, რომელმაც დღეს გადადო ნაძვისხის ანთების ღონისძიება, ამიტომ ნაძვისხე ისევ ჩამქრალია, ახლა ზურა გაჩვენებთ თქვენ ამ კადრს, რასაკვირველია ვრჩებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მთავარი გამზირი უკვე მე-17 ღამეა გადაკეტილი აქვს ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან პრინციპულად და სამართლიანად ითხოვს ახალ არჩევნებს, იმიტომ რომ 26 ოქტომბრის რაღაც ღონისძიებას არ შეიძლება კონდეს ლეგიტიმაცია და რაიმე ძალა და რასაკვირველია უკანონო ტყვეების, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც თავად არიან ამ რეჟიმის მსხვერპლი და რატომღაც რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ისინი გამოაცხადოს დამნაშავეებად. ძალიან მოლოდნელი სცენარით ვითარდებოდა დღეს პროცესები დედაქალაქის მთავარ გამზირზე. იყო ნათქვამი და დაანონსებული, რომ ნაძვისხის ანთების ღონისძიება დღეს 7 საათზე უნდა გამართულიყო. არა და ვიცით, რომ 16 დღეა პროტესტი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, დღეს მე-17 დღეა და ამ პროტესტის შეწყვეტას არავინ აპირებდა. შესაბამისად, ეს იყო ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელზეც წავიდა ქართული ოცნება. საპასუხოდ დღეს ხალხმა მოაწყო მსვლელობები, რაც ისედაც იყო დაგეგმილი, არაერთი მარში ვნახეთ, რომლის დანიშნულების წერტილი იყო დედაქალაქის მთავარი გამზირი, რასაკვირველია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი ისევ შეიკრიბა პარლამენტთან, ნამდვილად გადავსებული იყო რუსთაველი და შემდგომ, როდესაც უკვე 7 საათი მოახლოვდა და ველოდებოდით ჩვენ აქ ტიტუშკების მერის კალაძის გამოჩენას ან რომელიმე სხვა მაღალ ჩინოსნის, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო საპოლიციო კონცენტრაცია, სპეცრაზმი თავისუფლებაზე გამოიყვანეს ჩიტაძეზე და ჭიჭინაძეზე, სხვა საპოლიციო დანაყოფები გაამაგრეს. ამ დროს რუსთაველის გამზირზე მოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ფეხით მოვიდა ის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, აინთებოდა თუ არა ნაძვისხე და ჩვენ კახი კალაძის აქ მოსვლის მოლოდინში ვიყავით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მოვიდა და პირდაპირ იმ ჯებირებთან დადგა და იმ ჯებირებს მიუახლოვდა, რომელიც აღმართა საპოლიციო რეჟიმმა ნაძვისხის დასაცავად. სხვა შორის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჯებირების გარდა დღეს ამ ნაძვისხეს საპოლიციო ძალებიც იცავდნენ ის ხალხი, რომლებიც არიან ამ დროისთვის საფრთხე საქართველოს მოქალაქეებისთვის. სალომე ზურაბიშვილი მიუახლოვდა, როგორც უკვე გითხარით, ჯებირზე, მან ითხოვა შესვლა სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაზეც თავდაპირველად იყო დაბნეულობა, იმიტომ რომ აქ მყოფი ადამიანები ელოდნენ ზემდგომების თანხმობას, შემდგომ თანხმობა მიიღეს და სცენაზე აუშვეს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ზუსტად ამ დროს პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაძვისხე არ აინთებოდა. კახი კალაძემ ეს თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, რა ესაქმებოდა კახი კალაძეს დედაქალაქის ვითომ მერს მთავრობის ადმინისტრაციაში, არ ვიცით, იმიტომ რომ მისი ადგილი იქ არ არის, თუმცა როგორც ჩანს ახლო ლოკაციაზე ერთადერთი მთავრობის ადმინისტრაცია ეგულებოდა და იქ შეიყვანეს კალაძე. ამ დროს სალომე ზურაბიშვილი უკვე იყო სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტექნიკურად ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო, რომ მაგალითად პრეზიდენტს მიემართა ქართველი ხალხისთვის, მაგრამ მოულოდნელად დაიწყეს სცენის დაშლა და ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა. ამის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად თქვა საკუთარი სათქმელი, ჯერ თქვა ხმის გამაძლიერებლის საშუალებით, არა სცენიდან, არამედ აქციაზე მომიტინგეებთან ახლოს მყოფმა მან გააჟღერა საკუთარი მხარდაჭერა მომიტინგეების მისამართით. შემდგომ უკვე ჩვენ მედიის წარმომადგენლებმა რასაკვირველია მოვისმინეთ მისი მკაფიო და ძალიან ლაკონური პოზიცია, რომ ახლა ერთადერთი ალტერნატივა აქვს რეჟიმს, სხვა გამოსავალი და სხვა ხსნა რუს ივანიშვილს არ ექნება, ეს არის ახალი არჩევნები, ამიტომ დროზე უნდა დათანხმდეს ივანიშვილი ხალხის ხმას და ხალხის ნებას, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომელიც ახლა მათ შორის კადრში ჩემს ზურგს უკან ჩანს, არც წასვლას აპირებს, არც დანებებას და მით უფრო დაღლაზე საუბარი მგონი ზედმეტია. არ გვინდა არც სალომე, არც მადლობა. აქ ვართ ყველანი ერთად. ორი რამის გამო. ერთი რომ თუ არ იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა, რომელიც ყველას უნდა და მშვიდობა და სამართლიანობა რო იყოს, საჭირო არის ახალი არჩევნები. ამისთვის ვართ აქა, მშვიდად, წყნარად და არანაირი სხვა არეულობის გარეშე. არავის არ აქვს ამის უფლება, მე რაც გადავიტანე, არ მინდა არც ერთმა დედამ ის არ გადაიტანოს და არც ერთმა მშობელმა. თქვენ კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვისხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვისხის ანთების შესაძლებლობას.
დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოკლედ შეიქმნა ძალიან უცნაური მდგომარეობა და რა ხდება? ქართული ოცნების წარმომადგენლები საკუთარ მხარდაჭერებს უпроსტორად იძულებით მოყვანილ ხალხს კრებდნენ თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმის უკან, იქ იყო ერთგვარი შეკრება და იქიდან მსვლელობით უნდა წამოსულიყვნენ და საპოლიციო ძალებს ერთგვარი დერეფანი უნდა გაეკეთებინათ. მათთვის იქ ჯამში 5 ბავშვიც კი არ იყო. აი, ახლა ტიტუშკების მერი კალაძე ამბობდა, რომ ბავშვებს უნდათ ნაძვის ხის, ანთებული ნაძვის ხის ნახვა. ჯამში 5 ბავშვიც არ იყო იმ ლოკაციაზე, ასევე გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ გააკეთეს განცხადება, რომ ბავშვებს უნდათ რომ ნაძვის ხე აინთოსო და არ ვიცი, თავისუფლების მოედანზე ბავშვი ნაკლებად ჩანდა, სამაგეროდ ქართული ოცნების წევრები იყვნენ და გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეს თუ საკუთარ თავებს ბავშვებად აღიქვამენ, ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ალბათ ეს მათი არჩევანია. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ჯამში 5 ბავშვიც კი არ იყო თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, სადაც კახი კალაძემ და რუსმა ივანიშვილმა იძულებით და ტერორით მიიყვანა ხალხი, თუმცა ვერ მიიყვანა დიდი რაოდენობით და ამ კადრებსაც ძალიან კარგად ხედავს მაყურებელი, თუ რეალურად ვისით იყო გავსებული თავისუფლების მიმდებარე ტერიტორია. ფაქტია, რომ ნაძვის ხის ანთება გადაიდო, ფაქტია, რომ ქართულ ხალხს აქვს ისევ დაკავებული რუსთაველის გამზირი და დედაქალაქის ვითომ მერმა, მერად წოდებულმა კალაძემ დღეს ვერ გაბედა მოსვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ დგანან, რომლებიც წარმოადგენენ ქართველი ხალხის ხმას და რომელიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის არჩევანისთვის. ზუსტად ასეთ იყო მოვლენათა ქრონოლოგია, რომელიც მე მოგიყევით პირდაპირ ეთერში. მე ჩემი ჩართვის დასასრულს უბრალოდ გაჩვენებთ, რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხედავთ ჩემს ზურგს უკან ხალხს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანს, მათი ნაწილი არის პირველი სკოლის მიმდებარე საცალფეხო ბილიკებზე, ნაწილი ქაშუეთის მხარეს საცალფეხო ბილიკზე, თუმცა ხედავთ თქვენ სიმრავლეს, ბურთით ირთობენ თავს, ბავშვები როგორც ამას კადრშიც ადევნებს თვალს მაყურებელი, აი საპოლიციო კონცენტრაციას რაც შეეხება მიმოიფანტნენ გომელაურის პოლიციელები, ესეც შემიძლია გითხრათ და ზურაც გაჩვენებთ კადრში, ახლა ჭიჭინაძის მხარეს, სადაც უკვე აღარა მობილიზება, ის ცოცხალი კედელიც მოერღვათ, რომელიც აქამდე იყო შენარჩუნებული, ნელ-ნელა უკვე გაყავთ საპოლიციო დანაყოფები, მათ შორის ჭიჭინაძის ქუჩიდან. რაც შეეხება ნაძვის ხეს, რომელიც ჯებირით არის ხალხისგან გამოყოფილი, აქამდე 2 დღის განმავლობაში ეს ნაძვის ხე აქ იდგა და მომიტინგეებიც აქ იყვნენ, არც ჯებირები იყო, მაგრამ რასაკვირველია, არავინ მიკარებია ამ ნაძვის ხეს. ქართველი ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ითხოვს უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და არაპირებს დანებებას იქამდე, ვიდრე არ იქნება ეს მოთხოვნები შესრულებული, რადგან ერთადერთი რეალური და ლოგიკური გამოსავალი ისა აქვს რუს ივანიშვილს, რომ ადამიანების ამ თავარ მოთხოვნას, ძალიან პრინციპულ მოთხოვნას დაეთანხმოს. ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ იქნება ჩვენი აუდიტორიისთვის საინტერესო, როგორც თქვა რუსმა ივანიშვილმა, 28 დეკემბერს იგეგმება. ხო, ვნახოთ 28 დეკემბერიც არ არის შორს, იქამდეც პროტესტი გაგრძელდება, ვნახოთ ქართული ოცნება რასვლებს გააგრძელებს მომავალში, იმიტომ რომ პროტესტმა უკვე მოიცვა დედაქალაქის ქუჩები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ არა მხოლოდ ღამით არის საპროტესტო აქციები, არაერთი მარში და მსვლელობა ძალიან მასშტაბური არის დღისით ძალიან ბევრი ლოკაციიდან ერთმანეთის პარალელურად. ამიტომ ფაქტია, რომ ივანიშვილს ამ ჯერზე ქართველი ხალხის გაჩუმებისა და შეშინების გეგმა არ გამოსდის. პირიქით, ყოველი მომდევნო რეპრესიის მერე ყველა უფრო ძლიერია და შედეგსაც ხედავთ. დღევანდელი დღის შედეგი ის არის, რომელიც პოლიტიკური შოუთი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და ასეთივე შოუთი დასრულდა, რომ რუსთაველის გამზირი ეკუთვნის ქართველ ხალხს, იმ ხალხს, რომელსაც ისტორიულად ეკუთვნის ეს ქვეყანა.